როგორ ხართ? ახალი ვლოგის გადაღებას ვიწყებ ჩემი ოფისიდან. ეს ჩემი ოფისია. ხლაბის ლაზნე. ხათ რომელი საათია? 2:09, 2:20 წუთი. ჯობია რომ გავემსადო, ტყუილად მეზარება. ძალიან გრილი ამინდია, მინდა გითხრათ საერთოდ არ არის მზე. ყავა გავიკეთე. დედა. დიდი ხნით არ ვაპირებ წასვლას. ჩამოვალ მე კიდე წავალ მე ჩამოვალ მე დუშეთში წავალ და ასე რა ვიცი ბიბლით. შეიძლება არც არ წავიდე. ბაქოში მინდა წასვლა. წასვლა მინდოდა ჯერ კიდევ როდის იცით? დათა იყო 1 წლის და გიორგი 4-ის. და 95 ლარი ღირდა 3 დღიანი ტური. 95 ლარი და დღეს 650 ლარია ხალხო. გამოვშტერ ბაქოში ხალხო რა ამბავია ამდენი. გამოვშტერდი რა და როგორ ველოდებოდით და არ მემეტება სიმართლე რომ გითხრათ საერთოდ არ მემეტება 1000 ლარი ბაქოსთვის. არანაირად და მაგრამ მინდოდა. თა შორის წავიდოდი ვენეციაში. და საახაც ან ნახე რა მინდა სტამბული. პირველი და უპირველესი არის სტამბული, რაც მინდა. კიდევ უზუნგულის ტურებიც მომწონს, ტრაბზონის. ტრაბზონში ვარ ნამყოფი, უზუნგულშიც ვარ ნამყოფი. უზუნგულზე. მაგრამ სუმელა არ მაქვს ნანახი. სუმელაში არ გაგვივლია. მაგას ნახავდა კაცი. მან აკვარიუმიც არის პრინციპში, შეიძლება კაცმა ნახოს, თუმცა სტამბულის აკვარიუმთან სად მივა. ჟაჯი როგორი მივა. აიდე, ძალიან მინდა სტამბულში. კიდევ ძალიან მინდა რომ დეკემბრის თვეში წავიდე. აი უკვე საახალწლოდ რომ მოირთვება და მოიკაზმება და გაბრჭყვილდება და აბრძოლდება ხოლმე. სულ რამდენიმე ქალაქია ევროპის, რომელიც ძალიან ლამაზად ირთვება. ხოდა ერთი მაქვს აკვიატებული განსაკუთრებულად რა. ოცნებას რაც შეეხება ლაპლანდია და შვეიცარია. მაგრამ ისეთი თანხაჯდება თან ერთი ოჯახი და ორი წავიდეს ხო საერთოდ. შოპინგზე უნდა გასვლა. ეცროვეთყვი კი არ ესმის. ანუ სამსროვეებნები არც მაშინ არ ესმის. აი უკვე ცხოველის ხმას რო გამოუშვებ ხოლმე მე ჩუნდება. წავედ. რაც გაგრძელებები ექნება ამ ვიდეოს. და ელოდეთ. ჩემი შვილი უნდა გაგაცნოთ უფროსი. თითქმის თანატოლები რო ვართ 2 წლით ვარ უფროსი. ესეთი რაღაცნაირი აუტანელი იყო ხოლმე. ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიდოდა ძალიან მიხაროდა ხოლმე როცა ვიგებდი რომ მოდიოდა. ერთი დღე მიხაროდა მხოლოდ და ის საღამოს უკვე ფიქრობდი როდის წაათრევდნენ და წაიყვანდნენ, იმიტომ რომ ძალიან აუტანელი იყო ნერვებს მიშლი და ყოველთვის ის იყო თამაშავე, ყოველთვის ის აფუჭებდა და ყოველთვის იყო ჩემი ბრალი, იმიტომ რომ მე ვიყავი ოფროსი. ადექი მარიკონო გენცანე ალეკი. აუდი ახლა ჭურჭელს მივეცხავ. არ დავტოვოთ არაფერი. იცი როგორ დამხვდება სახლი? ერთხელ ხო შეგპირდით, უჭველად უნდა გაჩვენოთ თქო. მე თუ დღეები გამიგრძელდა და დიდხანს დავრჩა რა არ მგონია, მაგრამ მაინც არ ვიცი რომ შემოვალ სახლში შეიძლება გადავწყვიტო და გაჩვენოთ საერთო მდგომარეობა. წავედი და მოვალ რა. ჩემი გაზულუქებული გოგო ხოლმე წავხალი. აი ეს გაფსიკილილო ხალი ვაცენოთ რა. ვაცენოთ გოგოებს ესეთი გაფსიკილილო წავხალი გოგო. ვინმე როგორ მიყვარს. ვაიმე, ხა მოუნდება მზე. ყბდომა, წყვეტა, ყველაფერი. წავედით. ჩამოვახციეთ. მოვედით. ხმები ისმის. იმდენი ვართ ხმერთ მოგვამრავლოს. რა გაქდა ნახი გოგო? кейსი რო გიკეთია ვარდისფერი და კიდე თეთრი დასაყენებელი. კაი დედა რა იყო? ეს გვანცას ლულუა გაგაცნოთ. როგორ აღარგანდა? ჩვენი ერთად სამწიკი არა, ერთად გასვლა შეიძლება. ჩვენი გარეთ გასვლა. როგორ ძაფი მიუტანა საცხობში უნდა გენა. რა. კარტოფილი არ მოსწონს ევროპელს.
ესე იგი მე რო აქ ჩამოვაბ ხოლმე ან წყალი უნდა წავიდეს ან დენი უნდა გაითიშოს ან ჯანდაბად რა ვიცი ყველაფერი მაშინ ემართებათ ან სულ ეგრე არიან და მემაბრალებენ რავი რა გითხრათ ხო იმის ფუბუს უნდა გაჩვენოთ ძვალუკა რო გითხარით ძვალუკა ისეთი მოწყენილი დავტოვე იჩეთი მოწყენილი დავტოვე ვეღარ დამყავს რა პოპციკა 90-იანები გეფიცები თბილისი არ მიხსენოს არავინ მეზობლისგან მოვიტანეთ წყალი მეზობლისგან მოვიტანეთ წყალი აზერ არიან კაი ცხოვრების აზრზე არ არიან მოკლედ ეს საღამო ძალიან მხიარულად გავატარეთ ძალიან ბევრი ვიყავით ყველა მთელი ოჯახი ასე ვთქვათ დიშვილები ძმისშვილები და სრული შემადგენლობა პრინციპში მეორე დღეს ჩემმა ძმისშვილმა ჩამოიყვანა პაპა ანუ მამა ჩემი იმიტომ რომ ამჯერად ვერ ვასწრებთ და ვერ ვახერხებთ დუშეთში წასვლას ხო და მაინც ვნახეთ ყველა ინოს ბინაში მივალთ და მოვალთ პაპას უნდა ვაჩვენოთ თავისი შვილიშვილის ოფლით ნაყიდი ბინა უნდა ნახოს კაი საქმიანობები მედეს ვერ დავყური კარი აქ ველოდებით სამზარეულოს გვაკლია ტელევიზორი და სამზარეულო სარემონტო სამუშაოები როგორც იქნა გაიყვანა ბოლოში ახლა რაც ჩამოვიდა მოწყობაზე ზრუნავს ქალბატონი 2 თუ 3 დღის წინ დარჩა პირველად თავის სახლში ეს საღამოს გავაცილებთ დილით მოვა გავწუნცულდეთ უი ეს მაგიდა და ისიც იყიდა გოგო რას მეუბნება დავჯდეთ აბა დავისვენოთ სავეჯირად შემოიტანა არ მინახავს აი ესეთი საყვარელი სკვერია დაბლა ტატკა კარგია დათა მოგეჭანა ეს მომწონს ეს რა მღელა კუ საიდან მოვიდა აი დათა მოდი განახო კუ ნინო გამოაგდი აბა თუ მაგარი გოგო ხარ ნინო შევწამოვედით პატარა ქალბატონმა გადაწყვიტა რომ ტანსაცმელი არ აქვს ვერ ჩაიცმევს ვერაფერს დღეს ლექსენის კონცერტზე მოვიდი კონცერტია ხოლმე ვცუნცულობთ და რა ხოჭა უნდა იყიდოს გოგომ The sun is shining bright. 1 2 და 3 გავყვებით ამერთ ტრაპეცია რო არ მენახევარი ვარ დედ მეგობრები ძალიან მომეწონა ზოგადად გემოვნებებში ვერ ვემთხოვით და მე რატო წამომიყვანა მე ძირითადად იმიტომ რომ დედამისმა რო შეჭამოს მე დამშოშმინებლად უშველო მოგეწონა ხო რა საყვარელია ესენი ცნინიკო კანკალი და გეწყო შიმშილისგან გაკანკალებს ხო ნინო ერთი გავუბრანჭეთ დანარჩენები რაც ავართ ეგავართ აი რა მე შია მეგობრებო და არ მაჭმევენ და მაიკოს დავპირდი ხვალეც ვიყავ თუ არ გამიკეთა არავინ არც და ლაიკოთ არც გამოიწერო ბლოგში არაფერი ბლოგში დაუბლოკეთ რეპორტი ბებიად ვეკუთვნი ამასაც და იმასაც ქალბატონსაც ის ქალბატონი არა მაგრამ ეს ლაწირები შენი გაზრდილია ხარცლა ხო ჩემი დის შვილიშვილები არიან აუ რა მე მაჭამე ჩვეულებრივი ბებო ვარ ჩვენ უკვე მზად ვართ სახლშიც მოვედით მოვემზადეთ ბავშვები ცოტა კი ну принципе ბავშვები არა ერთი ბავშვი ყავს ცოტა ჭირვეული რომელიც აპროტესტებს მაგრამ რაღაცებს შევფირდით ესე რაღაცა რომ მოვალთ ასე იქნება ისე იქნება ამას ვიზამთ იმას გიყიდით ამას გიყიდით და ჭკვიანად არის ქთამი ჯოჯოხეთს ანა ხო ამ შემთხვევაში ქთამი ჯოჯოხეთს ანათებს
იმედი მაქვს რომ კარგ დროს გავატარებთ და კმაყოფილები დავბრუნდებით კარგ ტალღაზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს მაგის. სხვათა შორის ლექსენის კონცერტზე არ ვარ ნაპყოფი. აქამდე ისე მე როგორი მთიული ვარ. სირცხვილი შენ მაიკო, სირცხვილი. ხო და ასეთი ამბები მოკლედ. აბა? აუ, ისი. მოტასიც მოჟნა, რა ვიცი. თვის ვაბარებთ? ვალერიკოს. იმედია რომ არ გამიგიჟებს. დაო, ბაბა, იმხან იქნება. ვაგვიანე, ფიფიკა. ხო დავაგვიარეთ 9 საათი. ყოველდღე ნებიულობდი. დაწყების არაფერი ეთხოვა. მაგრამ ასკარად აი დროს გავატარებ. კარგ დროს. და ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი მეგონი ჩვენს. გუშინდელი დღე ახლა ორი სიტყვით ბარემ რომ შევაჯამოთ და დაგიმშვიდობოთ. მე ვფიქრობ რომ რაღაცნაირი ოჯახური ძალიან საყვარელი, ძალიან შინაურული ვლოგი გამოგვივიდა და იმედია მოგეწონებათ. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის თითოეული კადრი ძალიან ძვირფასია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ნინო მაინც ძვირი სანახავია, მაინც უმონატრებულია და ხო, დამისწრებს სხვა დროს გეტყვით. რა შეიძლება გუშინდელ დღეს სასწაულად მაგარი დღე გამოვიდა. ეჭვიც არ გვეპარებოდა, ჩვენ ისეთი გულითა და სულით წავედით. ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ ეგეთი მაგარი იქნებოდა. აი ძალიან მაგარი დრო გავატარეთ. ძალიან კარგი საღამო იყო. აქედან ტაქსმა ალბათ 1 საათი გზაში გაგვჭედა. არა და რომ ვთქვა, საცობი არ იყო, მაგრამ სრული 1 საათი ვიყავით გზაში. იქიდან კი მოვედით 15 წუთში უკვე. მაგრამ დავაგვიანეთ ძალიან, თუმცა რეალურად არ იყო არანაირი პრობლემა. ჩვენი მისვლიდან ალბათ 1 საათში დაიწყო. ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით და ძალიან მაგარი დრო გავატარეთ. სასწაულად გავერთეთ. კიდევ უფრო კარგად გართობა შეიძლებოდა. თუმცა ცანცხ გული მიწუხდება, არ შემიძლია. ჩვენ ალბათ კვირის დასაწყისში წავალთ. ჩემ პირადობას გასდის ვადა, შესაძლებელი მაქვს. სიკოტილოდ, როგორ მეზისხება, თქვენ არ იცით პირადობის ფოტოს გადაღება, მაგრამ ამ პირადობაზე ისეთ საძაგელი ფოტო მაქვს, არ მწყდება გული, რომ უნდა შევცვალო, ანუ არ წუხდები. აი ესეთი ამბებია ჩვენსკენ. დავასრულებ ამით ბარემ და გიმშვიდობებით. მადლობა ვინც ბოლომდე უყურებთ. გაკოცით.